მარია სანდრო რაქვიაშვილი პარტია გირჩის წარმომადგენელი. მოგესალმებით სანდრო, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. პირველ რიგში თქვენი პარტიის შედეგებიდან გამომდინარეც, რა თქმა უნდა, და ისედაც ზოგადად პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, მაინტერესებს თქვენი შეფასება 4 ოქტომბრის, როგორ ჩატარდა არჩევნები? მრავალფეროვანი შეფასება მექნება ალბათ, იმიტომ რომ ძალიან ვიწრო პარტიულად მე გვაყოფილი ვარ. ანუ ჩვენ რო შევხედოთ, ყველა დიდ ქალაქში გავიყვანეთ ადამიანი, საკრებულოს თბილისში 2 ადამიანი. მოულოდნელი იყო ეს შედეგი თუ ელოდებოდი? ალბათ უკვე არჩევნებთან ახლოს რო ვიყავით ველოდებოდით, მეც ველოდებოდი სამდელში. მე არ ველოდებოდი რომ ასე იმოქმედებდა ეს არწახვედი არჩევნებზე კამპანია, იმიტომ რომ მე მგონია მეც გავიყვანდით. შეიძლება მე 3 ადამიანს გავიყვანა თბილისში, საკმაოდ რეალისტური იყო და რამდენიმე რეგიონში 3%-ზე მეტი მქონდა 4% ბარიერი და ანუ 4-5 რეგიონი შეიძლება კიდე საკრებულოს წევრები ყოლოდა თუ ხალხი მივიდოდა. დიახ. მაგრამ ზოგადად ცხადია ხა ჩვენთვის ეს მაინც წინ გადაგმული ნაბიჯია და მე ზოგადად გაყოფილი ვარ ამ ჩვენი კამპანიით გაყოფილი ვარ და იმ ხალხისთვის ხარ დაგვიჭირა მათთან ურთიერთობის რაღაცნაირად ჩვენ ვიწრო პარტიულად ძალიან წინ გადაგმული ნაბიჯი მოცემულთან ურთიერთობის რაღაც პროცესის დაწყობაში და ასე შემდეგ. მეორე მხარეს ვითარება როგორ არის? ეხლა მეორე მხარეს როცა რეკორდული არჩევნები იყო ცუდი გაგებით აქტივობით ჩვენ ისტორიაში, ამაზე დაბალი მაჩვენებელი არც არ იყო. და ეს რა თქმა უნდა სიკეთე ამისგან არაფერი არ არის, ანუ რაც არ უნდა იყოს 40% იყო საბოლოო ჯამში ქვეყნის მასშტაბში აქტივობა და ეს არ გაჩვენებს საშუალებას სულფასონიზე იმო რაღაც. დიახ. იმიტომ რომ მე შეიძლება არ მოწოდდეს ის ხალხი, შეიძლება არ მოწოდოს კიდეც ის აქტივობა რაც იყო თქვა ეს შუდომიანი დამხობაც რაც ეხებოდა და რის გამოც დაიწყო არწახვედი არჩევნებზე კამპანია და შემდეგ, მაგრამ ხო ფაქტად ვიცით რომ ქვეყნის დიდმა ნაწილმა არ გამოხატა თავისი ნება. რაღაც მიზეზის გამო. ესე იგი ამ ქვეყნის დიდ ნაწილს არ ექნება რაღაც წარმომადგენლობა ადგილობრივ თვითმმართველობაში. და ეს ბუნებრივად აი მინიმუმ შემდეგ არჩევნებიდან სულ პრობლემა იქნება. როგორც პარლამენტშიც ხდება იგივე არის. უბრალოდ ერთი პრობლემა იყო, ახლა მეორე დაემატა. ამიტომ მე რაღაც ვერ ვიტყვი რომ ძალიან ისეთი ოპტიმისტური მოლოდინები მაქვს ზოგადად პოლიტიკური ვითარების მიმართ. პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით. ხო, ცხადია, ანუ პრობლემა მე მგონი გაუარესდა რაღაც გაგებით და მე აი ეს მეორე ნაწილი და მესამე რა თქმა უნდა აი ვთქვი ამ მშვიდობიან დამხობასაც ეხლა 4 ოქტომბერს მოხდა. მე მგონი საბოლოო ჯამში ეს იყო რაღაცნაირად აზროვნებაზე უარის თქმა ბევრი ადამიანის მხრიდან. იმიტომ რომ მე მგონი ძალიან ცალსახა იყო რაღაც ელემენტები ამ პროცესში. ხა პროტესტი გავიგე, პროტესტი რა მიტინგი, რამდენი მიტინგი ყოფილა, მაგრამ რაღაც ელემენტები ამის, რომ აი მაგალითად უბრალოდ ჩვენ ამას ვიტყვით და ისინი გაიქცევიან. აი ეს რაღაცები გეგმები რო იყო, ხო, თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს უბრალოდ არანაირი შანსი არ არსებობს. რომ არანაირი შანსი არის მშვიდობიან რაღაც რუსული რეჟიმი დაამხო, თუ გჯერა რომ ის რუსული რეჟიმია. ასე ხო. რა თქმა უნდა, რეჟიმი ერთ დღეში რომ არ ემხობა, უბრალოდ ადამიანებში მოთხოვნილებაც იყო, რომ რაღაც უფრო აქტიური ფაზა დაწყებულიყო ამ პროტესტის და ეს ალბათ არ არის გასაკვირი. ეს რაღაცა ხალხი გაწვალებულია, ვიღაცას რაღაც უკვე 300 დღეს სადაც გადის და ხედავს რომ შედეგი არ აქვს. მესმის რომ მას შეიძლება გქონდეს ეს სურვილი, მაგრამ ამ სურვილზე პარაზიტირება, მე იმედის რაღაც გაჩენა და მე აი ასე თან ვიღაცებს ხო დაიჭერენ. მე ხა ორგანიზატორები მართლა ვიხარ ნაკლებად მაღლებს, იმიტომ რომ ეს მათი პასუხისმგებლობა იყო, იცოდნენ ხა რევოლუციას რო აწყობ, რევოლუციას თუ წააგებ, დაგიჭერენ ასე ასე. ხო, მიდიხარ გააზრებულად ამ. მაგრამ აი ეს რაღაც შეიძლება ახალგაზრდები არ ვიცი ვიღაც სახეთში არ ჩანდა, მაგრამ ვიღაცები რო დაიჭირონ, ვინც მაგალითად პრეზიდენტის სასახლეში შევარდა და იმაზე რას ვაკეთებთ? ანუ ის ხალხი რატომ გაწირეს? უბრალოდ იმიტომ რომ მესმის აკითხარეს რომ სურვილი იყო, მაგრამ ორგანიზატორებს რაღაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხუნდა იყო. ხო, პრინციპში ახლა სანდრო მთელ კონტექსტსაც რომ შევხედოთ, ქართულ ოცნებას არ სჭირდება ხოლმე დიდად მიზეზები იმისთვის რომ ადამიანები დაიჭიროს, იმიტომ რომ 60-ზე მეტი პატიმარი უკვე ყავს და არაფერში არცად არ შევარდნილან ის ბავშვები, ხო, ვინც ახლა ციხეში იყავთ გამოკეტილი ეს. ხო, მაგრამ გასაგებია რომ ესენი ხო გარანტირებულად აი თუ განტებულად მაღალი ალბათობით აღმოჩნდებიან ციხეში და მე უბრალოდ ეს ვერ გავიგე. მე მგონი უბრალოდ ეხლა უბრალოდ დამატებითი პატიმრები და კიდე ამ პროცესიდან ადამიანების გამოთიშვა ეს ძალიან ძიმე შედეგია. ეს რამე ნიხილს აღვივებს, ხო ეს აღვივებს. და მე ხა ვაკვირდები ეს მეორე დღეა უკვე ფაქტობრივად რეაქციებს და მე მგონი ჯერ მაინც მიმღებლობა არის რაღაცეების მინიმუმად საკუთარი შეცდომების დაშვებული შეცდომების, იმიტომ რომ აი ჩვენ ხო თავიდანვე თქვი რომ საერთოდ ადგილურ არჩევნებზე წავიდა საუბარი რომ
აი ყველაზე ცუდი სცენარია, როცა ოპოზიცია გაყოფილია. ამაზე უარეს ყველაფერი. ზუსტად, კი, მაგაში გეთანხმებით ნამდვილად. ყველაზე ცუდი სცენარი არის. ჩვენ შეიძლება ვიპარაზიტეთ, ესე ვთქვათ, ამ ცუდ გარემოზე და ამის ხარჯზე ჩვენი პარტიისთვის კარგი შედეგი დავდეთ. მაგრამ რო შეხედოთ, ეს ხო აი წარმოუდგენელი არაადეკვატურობა აღმოჩნდა, როცა აგერ რაღაც 20% ოპოზიციური ამორჩევლის ქუჩაშია და არჩევნებს არ აღიარებს და თან ასეთი ფორმით, ასეთი უიმედო ფორმით, რაც 4 ოქტომბერს მოხდა, მეორე ნაწილი რომელიც არჩევნებში იღებს, პირველი ამათ ლანძღავს და ესენი რაღაც უკვე ვეღარ გადიან მიტინგზე და ეშინიათ და რაღაცა სიტუაცია, ანუ არა თუ არ ლაპარაკობენ, ერთმანეთთან დგომას ეშინიათ. ხო და გვაქვს საკრებულოები, სადაც კოცებს 80% აქვს. კი. გეგონებას პარლამენტში ის იყო გვაკლდა რომ ბევრი არიან. და აი ეს როგორ შეიძლება აღმოჩნდეს კარგი არ ვიცი. აი გლობალურად. ამიტომ მე ხომ სოფიში წავალ და ჩვენი თავარი ამოცანა, მე არ ვიცი როგორ დამთავრდება ეს ამბავი. მე არ ვიცი რა პროგნოზი უნდა გავაკეთო ამ სიტუაციაში. მე ვიცი რომ მე შანსი გამიშთა. თქვენი კონკრეტული მოქმედებების უფრო გავძლიერდა, იმიტომ რომ არაპროგნოზირებადი სიტუაცია, როცა ამდენ ადამიანს ჩვენ ქვეყანაში არ აქვს წარმომადგენლობა. უბრალოდ როცა არ შეუძლია რომ თავისი აზრი ვიღაც პოლიტიკოს დააფიქსირებინოს. თან ამ პროტესტის შემდეგ კიდევ უფრო ნიჰილიზმი გაიზარდა, როგორც ხდება პოლიტიკოსების მიმართ. თქვენ რომელი აზრის გამომხატველი იქნებით? თუნდაც თბილისის საკრებულოში, სადაც 7%-ზე მეტი აიღეთ და ეს თქვენი პარტიისთვის მართლა კარგი შედეგია, როგორც თქვენ ამბობთ, რომელი ამორჩევლის აზრის გამომხატველი იქნებით? იმიტომ რომ იცით, თქვენ ახლა თქვენ პარტიასთან დაკავშირებით არაერთხელ იყო საუბარი იმაზე, რომ აი იმის პროექტი, ამის პროექტი, ქოცებმა იმიტომ დაუწერეს ამდენი პროცენტი, რომ ახლა რაღაცას ელოდებიან და საპარლამენტო არჩევნების წინაც გვახსოვს ჩვენ, ხო? აი ვის სადაც უფრო მეტი შედეგიანი შედეგს მოიტანს თანამშრომლობა, იმასთან ვითანამშრომლება, ხო ასე ამბობდით და აი ახლა როგორი იქნება თქვენი კონკრეტული ნაბიჯი? ხო, ჩვენ რაღაცებს იმიტომ ამბობენ, რომ უბრალოდ ვერასდროს ვერ დაგვიждდებიან სადისკუსიოდ, სადებატოდ, თუნდაც იგივე თემებს. მაგრამ მე მგონი თავი პრობლემა საბოლოოში აი რის გაკეთება გვინდა. აი მათ შორის რესურსი მე მგონი მოგცა, შეიძლება არასრულ ფასოვნად უკეთესი შედეგი უკეთესი იქნებოდა, მაგრამ რესურსი მოგცა, რომ რაღაცნაირად აი თუ არ დავაბულინგოთ, მაგრამ აი ვეჩხუბოთ, რომ ლაპარაკი დავაწყებინოთ ხალხს. აი ხო არ შეიძლება რომ აი თუნდაც პროტესტი იყოს, თუნდაც რაღაც პოლიტიკური კამპანია იყოს. ხო არ შეიძლება რომ პოლიტიკოსები არ ლაპარაკობდნენ. არ შეიძლება რომ მოქალაქეები ამბობდნენ რომ პოლიტიკოსები არ ჭირდება. იმიტომ რომ აი ვინ იღებს პასუხისმგებლობას? ნებისმიერ ქმედებაზე ვიღაცა ხომ და იღებდეს და მე მგონი ჩვენ მინიმუმ ის რესურსი გაგვიშთა რომ უბრალოდ სერიოზულად მივადგეთ ადამიანს და უთხრათ რომ აი უბრალოდ აი ხა ყველაფერი ცუდად გვაქვს. აი ხა ხო უარესად ვართ ვიდრე ვიყავით თქვათ წინა წელს ამ დროს. კიდე რა უნდა მოხდეს? აი კიდე რომელიმე განსაკუთრებული მიტინგი უნდა მოვაწყოთ რომ დაგვარბიონ და რაღაც მოხდეს. კიდე რომელიღაც არჩევნები უნდა ჩავატაროთ რომ 90%-მდე ავიდეს ქართული ოცნების, აი თუნდაც ახლა ფადადელი არჩევნები რო დანიშნონ. აი რას აკეთებდეს ხალხი ვინც არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას. ხო, მე მსხვილში ძალიან მინდა რომ დაინიშნოთ რომ აი მე მგონი კიდე უკეთესად ჩავატარებ არჩევნებს. მეტი ხალხი მყავს, მეტი რესურსი მეყოლება, მაგრამ ისევ იმ არაადეკვატურ ჯაჭვში უნდა შევიდეთ პოლიტიკური რაღაც დაძაბულობის ამ არჩევნების შედეგად. თუ განმუხტვისთვის გამოვიყენებთ და როგორ თუ ის არალეგიტიმურია და ცესკო არ ვარ გადა შემდეგ. აი ამაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება არ დავიწყოთ. და აი ეს იქნება თავარი მიზანი, მათ შორის აი საკრებულოს წევრებიდან დაწყებული ახალი სახეები დაგვემატა რეგიონებში. ჟურნალისტებთან იქნება საუბარი, სხვა პოლიტიკური პარტიებთან იქნება საუბარი, რომ დიპლომატებთან მათ შორის, იმიტომ რომ იმათანაც უფრო მეტ რესურსი გვექნება ასე ვთქვათ ურთიერთობის. აი თავარი ამოცანა ახლა იქნება, რომ ხალხს დავაწყებინოთ ლაპარაკი. და მე ნახოთ ვინ გაიმარჯვებს, ვისი ხედვა უკეთესი იქნება და რომლის გზას აერჩევს ამორჩეველი. ისე რას ფიქრობთ, თქვენ შემთხვევაში რა მიმუშავა ყველაზე კარგად? აი ხა ჩვენ საუბრობდით, რომ ის რეკლამები, რომელიც გადიოდა თქვენი პარტიის სახელით და რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო მომზადებული, ბევრისთვის ალბათ მართლა ცოცხალი ადამიანები ეგონათ, ხო? აი რას ფიქრობთ, ახლა ყველა სეგმენტი იყო წარმოდგენილი. რა იყო აი აქ მთავარი, რასაც თქვენ უკავშირებთ ამგვარ შედეგს? ცხადია, ახლა არ შეიძლება უარყოფა იმის, რომ როცა ბევრი რეკლამა გაქვს და თან ხარისხიანი და მინდა ჩვენ თანამშრომლოს ნუზოს გადავუხადო მადლობა, ვინც ტექნიკურად ყველაზე თავი დამსახურება არის ამ ყველაფრის და ხალხს ეგონათ რომ კომენტარში წერს საიდან ამდენი ფულიო და დაახლოებით თვეში $250 ვიждდებოდა ეს პროგრამა, ამიტომ ასეთი ხარჯით გავიარეთ, ამიტომ ძალიან ყოფილი ვარ აი ეფექტიანობით ამ ყველაფრის. მაგრამ მეორე მხრივ მე მგონია რომ ჩვენ ასევე პარაზიტირება გავაკეთეთ სხვების შეცდომებს. უბრალოდ ჩვენი პოზიცია გვეკავა, ვიყავით
ვიყავით აიმდერული, რასაც ვამბობდით მთელი ცხოვრება ლამის იგივეს ვამბობდით მით უმეტეს არჩევნების შემდეგ რაც ხდებოდა იმ პერიოდში და უბრალოდ რაც ვაკვირდებოდი, თუნდაც უშუალოდ კონკრეტების იყო ლელო და გახარიები, მათი აი უბრალოდ პოზიციასაც ვერ აყალიბებდნენ მთელი ეს პერიოდი, იმიტომ რომ ვითომ არჩევნებში გადიხარ, მაგრამ გეშინია თქვა და მე კიდე სადღაც მიტინგზე მივდივარ, ანუ დილას საკრებულოში მინდა შევიდე და საღამოს მინდა ჩემივე თავი დავამხო თუ გავიმარჯვე მაგალითად. რაღაცა ეს უცნაურობები იყო და მე მგონი რაღაც ნაწილში ამორჩეულმა ძალიან ადეკვატურად შეაფასა ეს ყველაფერი. და არა მარტო ჩვენ გაგვეზარდა ხარდაჭერა, იმათ დააკლა. საფუძვლოდ მაგალითად გახარიას დაკლებული აშკარად ჩვენთან არ წამოსულა, ხმები და უბრალოდ როგორც ჩანს ან არ მივიდა არ ჩამორჩენილი ან ქართლოსნებას მისახმა, მაგრამ საბოლოო ჯამში გარდა ტექნიკური ნაწილისა რეკლამა იქნება თუ კამპანიის ნაწილისა, მეგონი პოლიტიკური პოზიციაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. კი ბატონო. დიდი მადლობა. მადლობა სანდრო რაქვიაშვილი, გირჩის წევრი იყო, ჩვენი გადაცემის სტუმარი.